ხო და მოკლედ. წახოდით სადმე მარილი არა გაქვთ, გჭირდებათ. უმარლოდ ადამიანი ძლებს, მაგრამ მე არ ვიტყვი რომ რაღაცის დამარილება თუ გინდათ. თუმცა თუ ბევრი გააკეთეთ, დაამარლებთ კიდევაც. საქართველოში ამ დალოცულში ბევრგან არის ტყეები, სადაც ტყეები არ არის და წყალი გროვდება, იქნება მარილიანი წყალი გემოზე გასინჯეთ, არ დალიოთ ხოლმე. წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ტყე, აი ხლა როგორც ეს არის, უნდა მოძებნოთ თხილის ხე. ბატონო და თხილსაც ცნობ? თხილის ხესაც ცნობ? აბა მოდი აქ. აი ეს რა ხია? თხილი. რითი მიხვდი? რა? რაღაც პატარები აქვს ისე. რა საიდანაც იზრდება. ესენი? ეს ყვავილია. ხო და ეგენია. შეიძლება თხილზე იყოს შემორჩენილი ყვავილი, თუ არა და აი შეხედეთ. ფოთოლზე მიხვდებით, ეხლა გაზაფხული ეს უფრო დიდი გახდება და უფრო სხვა ფერს მიიღეს და ქვემოდან მოთეთრო გახდება რა. თუ ზამთარია და ფოთლები არ აქვს. დაბლა ეყრება ის ფოთლები და მაგით შეიძლება რომ მიხვდეთ თხილია თუ არა. თუ ძალიან თვალი გამოსტილი აქვთ, ისედაც მიხვდებით სტრუქტურაზე თხილია თუ არა. მოკლედ აი თხილის ხია უშველებილი, ნახეთ რამხელა ხი არის. და მოდი მე განახებ თხილის ხისგან როგორ გააკეთოთ მარილი. თუმცა არყის ხისგანაც შეიძლება მაგის გაკეთება. აი მივიდეთ. აი ეს არის თხილი. ო ბატონო დავით, ნახე რა რას მივაგენით? აი დამპალია ხედავ. სული ძლივს გაუდგა. ესეთი რამე არ აჭამოთ. მე რა რომ ხეზე ამოსული, თუ არასდროს ცოკოს ხელი არ დაადოთ, პირშიც კი არ ჩაიდოთ. აი ეს არის გამხმარი ტოტები თხილის. არა, ეს აი მხისა არის, ეს არ არის თხილი. თხილი არის აი ეს. მოკლედ. თხილის ტოტეს მოვაგროვებთ, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ. მშრალი ტოტებისგანაც, ბატონო დავით, მომეხმარა, ესენი დათეხი. მშრალი ტოტებისგანაც გააკეთოთ, ანუ სველი რა, თუ ვერა ნახეთ. ო, რა მაგარი ხია ეს თითიც. ხო და? იყოს სველი, უბრალოდ მე ახლა აღარ იმაშვები რა. თხილია კი. ახლა მე ძალიან ბევრი